24 ივნის მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ღირს არს დღესასწაულს აღნიშნავს. სასწაულმოქმედი ხატი ათონზე კონსტანტინე დიდის მიერ 335 წელს დაარსებულ კარიასის მონასტერში იმყოფება. ხატს სულიერი და ხორციელი სნეულებების დროს ასევე ყოველგვარი საქმის დასრულებისას ევედრებიან. მისი ისტორია ორ ბერს უკავშირდება. დღეს არის ღირსარსის ხატის დღე. ეს ხატი 335 წელი იყო, როდესაც კონსტანტინე მეფემ ააშენა მონასტერი ათონის მთაზე, კარიესის. და აი კარიესის საკურთხეველში არის დაბრძანებული ეს ღვთისმშობლის ეს ღირსარსის ხატი. ეს ამ ხატს თავისი ისტორია აქვს, თავისი სასწაულმოქმედი ხატია და ერთხელაც, როდესაც ათონის მთაზე კარიესის მონასტერში უნდა აღესრულებინათ აღდგომის მსახურება, კარიესის მონასტრის გარეთ ცხოვრობდა ერთი მღვდელმონაზონი, რომელსაც თავისი მორჩილი ჰყავდა და ამ მღვდელმონაზონმა დაუბარა თავის მორჩილს, რომ დარჩენილიყო სენაკში და თვითონ წავიდა და უნდა მიეღო მონაწილეობა მსახურებაში. და მისცა კურთხევა, რომ თვითონ კელიას მიაქცია ყურადღება და თან აქვე იმსახურება რა ბერულად. და მართლაც რომ დაიწყო ეს მსახურება, ამ ბერმაც, მორჩილმა ბერმაც დაიწყო მსახურება, თავისი რაც დავალებული ქონა, წესი და კანონი. და ამ დროს გაისმა კარებზე კაკუნის ხმა და აღებს კარებს და შემოდის შემოსილი ბერი, რომელიც თხოვს, რომ შეიფაროს რა და მართლაც შეიფარებს და ერთად აგრძელებენ მერე მსახურებას და იმ ღირსარსის ხსენება უკვე ღირსარს ჭეშმარიტად რო ვიცით ჩვენ, ხო? მაშინ რო არიან მისულები, ამებმა არ იცოდნენ ეს ღირსარსის გალობა როგორი იყო. და პირდაპირ უპატიოსნესა ქერუბიმთად იწყებოდა რა ესა და მერე ის ბერი ეუბნება, რომ ჩვენთან ეგრე არ გალობენო, ჩვენთან აი ესე გალობენო და აუხსნა როგორა და რანაირად ღირსარს ჭეშმარიტად და ასე შემდეგ. ხო და მერე მოეწონა ამ ბერსას და სთხოვა რომ მასწავლებო. ხო და მოძებნეს და არ იყო არც კალამი იყო, არც ფურცელი იყო იმ კელიაში. და კაიო, მაშინ აი ქვაზე დაგიწერო და ქვას მოკიდა ხელიო და ის ქვაო როგორც ცვილი ისე დარბილდაო მის ხელშიო და ამოკვეთა ეს გალობა.